სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრირების მოთხოვნით აჭარის უმაღლესი საბჭოს წინ გამართა. აქციის მონაწილეების განცხადებით მათ დახმარებისათვის აჭარის უმაღლეს საბჭოს დაახლოებით 1 თვის წინ მიმართეს. თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. ჩაქვის მცხოვრებლები იმ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას ითხოვენ, რომელსაც მათი თქმით 25 წლის განმავლობაში ამუშავებდნენ. მათი განცხადებით აღნიშნული მიწები 2012 წელს შეფესი აგრომეც იმის გამო გადაეცა, რომ ავტობანის მშენებლობისას კომპანიას ფულადი კომპენსაცია მიიღო. აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარული კომისიის აპარატის უფროსმა დღეს აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ საკითხზე მუშაობა დაწყებულია, გადაგზავნილია წერილი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საიდანაც პასუხს ელოდებიან. ნოდარ ვერულიძის თქმით, საკითხის დეტალურად გამოძიების მოთხოვნით ისინი შუამდგომლობას პროკურატურასთან დააყენებენ. დაგვპირდნენ, რომ განცხადება შემოიტანეთ ამ ხალხმა ყველამ და ეს განცხადება გადაეგზავნება ნორმანია თუ რაღაც მინისტრი იყო და 3 დღის განმავლობაში 4 დღეს მის მაგიდაზე იქნება. თვენახევარია გასული და არაფერი პასუხი არ მოგვწია. და დღესვე კიდევ ასე სადავო და სამწვალებლად გვაქვს დარჩენილი. ის ადგილები ჩვენ პირველი კლასის ბავშვებით დათხრილი და დამუშავებული გვაქვს და არავის არ დაუთმობთ. ჩვენ უკვე უყურებთ მდგომარეობას და მე მგონი აქ უკვე საჭირო არის პროკურატურის უშუალო ჩარევა და ალბათ მოსახლეობა განცხადებას უკვე შევიტანთ უახლეს დღეებში აჭარის პროკურატურის სახელზე და თუ საჭიროება მოითხოვს ალბათ თბილისში ჩავალთ იუსტიციის სამინისტრო იქნება თუ გენერალური პროკურატურა. ჩვენ გადავაგზავნებთ ველაპარაკე მინისტრის თანაშემწეს განცხადება მისული და ისინიც იქ მუშაობენ. საკითხის შესწავლის პერიოდში გაირკვა ასეთი რაღაცა, რომ ეგ ტერიტორია იყო სახელმწიფო საკუთრება დავის დროზე თვითმფრინავად დაკავებული ქონდა წლების განმავლობაში, ათეული წლების განმავლობაში ამ ადამიანებს, მაგრამ რეგისტრირებული არ აქვს.